პრესა ძალაო, რაც ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. იგი ამ ძალასა და ავტორიტეტს მხოლოდ და მხოლოდ კითხველთა აზროვნებაზე საკუთარი მორალური და ინტელექტუალური ზემოქმედებიდან უნდა იღებდეს. საზოგადოება კითხულობს, მაგრამ აღარ სჯერა, ეძებს ცნობებს, მაგრამ ნაპოვნ ცნობებს დიდი რწმენით არ ეკიდება. ამიტომაც კითხველი კითხულობს, მაგრამ აღარ ჰყავს ბელადი, აღარც გზის მაჩვენებელი და აღარც ბელადი და ის რაც პრესამ, ესე იგი დისკუსიათა და მსჯელობათა დიადმა შუქმა დაჰკარგა გავლენის სახით სალონების ინტრიგანებმა ან საჯარო ხელშეკრულებათა მოლაყბეებმა ჩაიგდეს ხელში. დღევანდელი პრესა უფრო მოჩვენებითია ვიდრე რეალური. პრესამ, რომელმაც დაბადება ვერც კი მოასწრო და რომელსაც საზოგადოება ძლივს იცნობდა, პარტიებს ჩაუვარდა ხელში. პარტია, რაც უნდა დიდი იყოს იგი, ბოლოს და ბოლოს მხოლოდ პატარა ეკლესია, აღჭურვილი საკუთარი ფეტიშებით, კაცრი დოგმებით და მძნებარე თაყვანისმცემელთა ვიწრო წრით. გაზეთები თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის ამახინჯებენ ისტორიას. ხანდახან კი სინამდვილესაც სახეს უცვლია. ყველა სიმართლე არ უნდა ითქვასო, აი მისი დევიზი. ჟურნალისტების ასეთი საქციელის მეოხებით საზოგადოებას სულ უფრო და უფრო ეუფლება გულგრილობა და სკეპტიციზმი. პრესა პატარა ფაბრიკად იქცა, სადაც წყდება ადვილად გასასაღებელი ცრუ ამბები, ალბი მითითებანი, დამახინჯებული ცნობები, რომლებიც აბრიყვებენ ხალხს. პრესა ვერ მოიპოვებს ქვეყნის ნდობას, საფრანგეთი კი ხელში ჩაუვარდება ყველაზე უმსგავს ანარქიას, მორალურ ანარქიას. დროა ეს მდგომარეობა საბოლოოდ შეწყდეს და ფრანგული პრესა განთავისუფლდეს ნებაყოფლობითი მონობიდან.